საქართველოს პრეზიდენტმა კი რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ჩვენ გამოვხავდათ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის, რომლის მსხვერპლიც არის არა მარტო რუსეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. 21 საუკუნეში აღარ არის ადგილი იმ რეჟიმისთვის, რომლებიც ცდილობს ფეხქვეშ გათელოს საკუთარი ხალხისა და მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანი, ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ კოკოიტი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ალაჯიევა კი ცხინვალის მთავარი მოედნიდან თავის მომხრეებს გაიყვანს. რუსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ შეთანხმება კოკოიტსა და ჯიევას შორის წუხელს შედგა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით უქმდება ეგრეთ წოდებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ჯიევას 25 მარტს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემა. გარდა ამისა, კოკოიტი დააკმაყოფილებს ჯიევას მოთხოვნას და დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავარი პროკურორი და ასევე მისი მოადგილე. ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალაჯიევას გამარჯვება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო უზენაესმა სასამართლომ არცნო, ხოლო განმეორებით არჩევნებში ჯიევას მონაწილეობის უფლება არ მისცა. ჯიევამ კი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა, ხოლო მისი მხარდამჭერები ყოველდღიურად მართავენ საპროტესტო აქციებს. რია ნოვოსტის ინფორმაციით დღის ბოლომდე კოკოიტი გადადგება, ხოლო ჯიევა მხარდამჭერებს საპროტესტო აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი დაინიშნება, ხოლო ხელახალი არჩევნები 25 მარტს გაიმართება. საქართველოს-თურქეთის საზღვარი ათეულობით მოქალაქემ უკვე გადაკვეთვა ელექტრონული პირადობის მოწმობით. დღეიდან საქართველოს-თურქეთის საზღვარზე გადაადგილება პირადობის ელექტრონული ID ბარათებით არის შესაძლებელი. პროცედურას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და მოქალაქეები იგივე პირობებით სარგებლობენ, როგორც პასპორტის მფლობელი პირები. ახლა ID ბარათებით საზღვრის გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ქართული და თურქულ მხარეებს შორის 2011 წლის 21 მაისში შედგა. როგორც მოიხსენებათ, საქართველოსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის გამარტივებულ მიმოსვლას, ანუ პირადობის მოწმობით სახელმწიფო საზღვრის კვეთას. ეს ხელშეკრულება დღევანდელი დღიდან შევიდა ძალაში და ერთ-ერთი სიახლე, რასაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ID ბარათების მფლობელებს გააჩნიათ საშუალება დღევანდელი დღიდან პასპორტების გარეშე გადაკვეთონ საქართველოს-თურქეთის საზღვარი. ჩემთვის ეს ერთი თვის უკან ავიღე ID ბარათი, რომელიც ჩემთვის გამარტივებულ დიდი პასპორტი დიდ ადგილს იცავს ჯიბეში. რომელიც უნდა ველოდო სანამ ბეჭედს ჩამირტყავენ და რა ვიცი, ამ ID ბარათით მე როგორც მოვედი, მარტო შემამოწმენ, დაადასტურებ ნამდვილად მე ვარ ეს პიროვნება და თავისუფლად გადავკვეთე საზღვარი თურქეთის მხარეზე. ბათუმში 12 კვერცხისა და 2 შლოპანცის სკულპტურა აიღეს. რამდენიმე დღის წინ კი იქვე მდებარე ეგრეთ წოდებული დაკუჭული ბოთლის ქანდაკების დემონტაჟიც განხორციელდა. კვერცხებისა და შლოპანცების სკულპტურა 160,000 ლარი დაჯდა. არქიტექტორი ფრანგი დიზაინერი ელიზა ფანტოზია ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ქანდაკება ბათუმის ახალ ბულვარში ზღვასთან ახლოს დაიდგმება. ახალმა სკულპტურამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კანდიდატს ან პარტიას საქართველოს მომავალ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაძლიერებთ მუშაობას ამ ქვეყნის ხალხთან თავისუფლების მიღწევაში. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯონ ბასის ვიდეო მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. ჯონ ბასი იმედოვნებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართული ხალხის დაინტერესება დიდი იქნება. ელჩის შეფასებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვა ეროვნული სამოქმედო გეგმა, ქალებისთვის და რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონის მიღება. 87 პოლიტპატიმარი და 11 ძებნელი ასეთია ოპოზიციური პარტიების ნაწილის მონაცემები. ისინი ამ პირების გათავისუფლებას, ხელისუფლებას თხოვენ და სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. მიმართვაში დასახელებულია 87 პირის სახელი და გვარი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულნი, ხოლო 11 პირი 2011 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით იძებნება. მიმართვის ტექსტი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნება. ანუ არის სხვადასხვა გასტრები ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში უკვე ბოლო რამდენიმე წელია ათეულობით ადამიანი არის დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით და დღეს ჩვენ გვქონდა შეკრება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რათა ერთობლივად გამოგვაცხადებინა სოლიდარობა ამ ადამიანებისათვის და კონკრეტული 97 კაციანი სიაც იქნა პრეზენტირებული.
მოწვეული იყო აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციები და თუ ვინ ითხოვს საქართველოში პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას ეს თქვენ თავად ნახეთ და ჩვენ ვაპირებთ შემდეგი ეტაპი იქნება ერთობლივი ძალისხმევით მიუხედავად იმისა რომ ჩვენ სხვა საკითხებზე შეიძლება გქონდეს სხვადასხვაობა მაგრამ ამ საკითხებზე გვაქვს ერთიანი პოზიცია და ვაპირებთ რომ ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო ორგანიზაციები ასე ვთქვათ უფრო მეტად დავაინტერესოთ ამ საკითხით რათა ხელისუფლებაზე განახორციელონ ზეწოლა. სიაში არის შესული 87 პიროვნება, განხილვის სტადიაშია კიდევ 30-მდე პიროვნების საკითხი. ჩვენ ამ პიროვნებების საქმეებს ვიხილავთ კონკრეტულად, ადვოკატი წარმოადგენს და შემდეგ მსჯელობს კომისია რამ კრიტერიუმებით უნდა მიუდგეს საკითხს რომ ადამიანი იქნას მიჩნეული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად. სია შეთანხმდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მაგრამ სამწუხაროდ ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ არის კიდევ, ასე ვთქვათ, ნაწილი ადამიანებისა, რომელთა საქმის განხილვა ამ ორგანიზაციებმა ჯერჯერობით ვერ მოასწრეს. ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მივმართოთ უფლებადამცავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა განცხადებებშიც ბევრი ამ ადამიანის პოლიტიკური დევნილი სტატუსი დადასტურებულია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მოეწყობა მეორე კონფერენცია, სადაც დიპკორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულნი, რათა მათ ადეკვატური ინფორმაცია ჰქონდეთ ამ ადამიანების ბედთან დაკავშირებით. პოლიტპატიმართა რიცხვი სამწუხაროდ ქვეყანაში მატულობს. და იმისათვის რომ ეს დინამიკა იქნეს შეჩერებული, საჭიროა, რა თქმა უნდა, ერთიანი კონსენსუსით, პოლიტიკური კონსენსუსით ამ შედეგების მიღწევა. და რაც მთავარია, დღევანდელი პრეზენტაციის შედეგები გადაგზავნილი იქნება საერთაშორისო ინსტიტუტებში და ჩვენ ველოდებით, რომ ძალიან მალე ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ეუთო, გაერო აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკური პატიმრების გამოვლენის ამ მნიშვნელოვან პროცესში. გაუარესებულია დღეს ჩაიკითხეს დადასტურებულად ყველა მხრიდან შემოწმებულად 87 კაცია. რატომ უსვამ მე ამას ხალხს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს რომ რაიმე სისუსტე მოძებნოს თქვათ ამ პოზიციებში. ეს 87 კაცი არის ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ მათი სტატუსი არის პოლიტპატიმრების, არის პოლიტიკური დევნის ნიშნებით ადამიანები ძალიან ბევრი. საუბარი იყო იმ ადამიანებზეც, რომლებმაც უკვე მოიხადეს ეს სასჯელი და მათ აუცილებლად ჭირდებათ მორალური კომპენსაცია თუ არა გარდა ამისა მატერიალური კომპენსაცია. სიტყვით ამ მდგომარეობით ჩვენ ძალიან მძიმე დღეში ვართ. საქმე გვაქვს კლასიკური გაგებით ავტორიტარულ რეჟიმთან. ასე რომ დღეს შევიკრიბეთ, ალბათ ასეთი იდეა წამოიჭრა, რომ შემდეგი შეხვედრა უკვე გაკეთდეს დიპლომატიურ კორპუსთან, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ჩავარდნა არის უფლებათა დაცვაში დღესდღეობით საქართველოს სამწუხაროდ. მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და მოძრაობა არა 2011 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით გამოვლენილი ფაქტების შესახებ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. მათი თქმით, მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლეს პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა. კონკრეტულად, რამდენი ადამიანია დაკავებული უკანონოდ არიან თუ არა მათ შორის პოლიტპატიმრები, ასევე რომელი ორგანიზაციები ახორციელებენ მსჯავრდებულების საკობითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას და რა წესით ხდება მათი შერჩევა სასჯელ აღსრულების სისტემაში. დღემდე შესწავლილია სისხლის სამართლის 540 საქმე. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებრივი მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ერთგვარი რაღაც საბოლოო ანგარიში წარმოადგინოს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთოდ ზოგად აღრევებთან დაკავშირებით. კერძოდ საპატიმროებში ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ ურთულესი და უმძიმესი ვითარება დღემდე მიმდინარე წლის დაწყებიდან, იმედად რადგანაც ხდება არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის ძალიან მძიმე და მრავალი მაგალითები. 2011 წელი თავისი სიმძიმით აღმოჩნდა ყველაზე უფრო რეპრესიული და მძიმე საქართველოს უახლოს ისტორიაში. წელს დაემატა პოლიტპატიმრების რიცხვს 1000 ადამიანი. ჯერ მარტო 26 მაისის მოვლენების დროს 432 ადამიანი იქნა დაკავებული ადმინისტრაციული სახით და დაედო სახდელი. 53 ადამიანი მხოლოდ 26 მაისის მოვლენების დროს სისხლის სამართლის კუთხით იქნა მოხვედრილი ციხეში. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი, რაც კიდევ ერთხელ სასახად აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2011 წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია გამართა. საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით 2011 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემდეგი უფლებების დარღვევას, როგორიც არის სასამართლოს უფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება, არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და საკუთრების უფლების დარღვევას. სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორც წესი არის საკმაოდ დაუსაბუთებელი განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ აღკვეთი ღონისძიებების გამოყენებას, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას, ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შეფარდება და განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. უფლება, რომელიც ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში საკმაოდ პრობლემური იყო, არის შეკრების და მანიფესტაციის უფლება. ჩვენ წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავხდით იმის მომსწრე, რომ სამართალდამცველები ჩაერივნენ სრულიად მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის განხორციელებაში. მაგალითად, შემიძლია გავიხსენო 3 იანვრის ომის ვეტერანების აქცია, როდესაც სრულიად კანონის მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა აქცია, თუმცა პოლიციის მხრიდან საკმაოდ უხეში ძალა იქნა გამოყენებული აქციის დასაშლელად. ასევე ჩვენ გავხდით 26 მაისს მომსწრე გადამეტებული ძალის გამოყენების, როდესაც პოლიციამ გამოიყენა გადამეტებული ძალა. არ დაკარგო უფლება შექმნა ხელისუფლება ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია დედაქალაქისა და რეგიონების 63 საარჩევნო ოლქში ერთდროულად დაიწყო. აქციის მიზანი საზოგადოებისთვის არჩევნების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებაა. ადამიანის უფლებათა დეკლარაცია აღიარებს ყველა ადამიანის უფლებას მონაწილეობა მიიღონ თავისი ხელისუფლების შექმნისა და ფორმირების და განხორციელებაში. შესაბამისად ამ აქციით, რომელსაც სამართლიანი არჩევნები ახორციელებს საქართველოს 62 საარჩევნო ოლქში ერთდროულად, ჩვენ გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მნიშვნელობის თაობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მან ის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც საქართველოში ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებია ასახული. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადაწყვეტა შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის თუ როგორ კლავს ხელისუფლება. ეს არის პირობითი სახელი იმ გამოფენისა, სადაც წარმოდგენილია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები იმ უფლებებისა, რომელიც უკავშირდება სიცოცხლის მოსპობას. ჩვენთან ყველას კარგად ახსოვს პოლიციელების მიერ მოკლული 100-ზე მეტი ახალგაზრდა, კარგად ახსოვს ციხეებში მოკლული ასობით ადამიანი, კარგად გვახსოვს დამძიმებული ეკოლოგიური გარემო, რომელსაც გამოწვეულია კორუფციული ინტერესებით ხელისუფლებისა და შესაბამისად ადამიანები იღუპებიან ამის გამო. ასევე ალბათ ყველა მიცის როგორ მძიმეა სოციალური ფონი, შესაბამისად არასრულფასოვანი უკუებითაც კი იღუპებიან საქართველოში მოქალაქეები და ეგ სამეცნიერო მომსახურების ხელმძღვანელობით. სამოქალაქო ერთობა ხარც უჭერს ამ აქციას და უერთდება. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში უნდა შეწყდეს ადამიანთა უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ. ლალი მოროშკინეს ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გააპროტესტებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოროშკინეს 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე ცნობილია, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო. ლალი მოროშკინეს განცხადებით შიმშილობით იმ კოლეგიალურ დამოკიდებულებას აპროტესტებს, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანმა და თაკო ფხაკაძემ გამოავლინეს. სამართალდამცველებმა მოროშკინეს საკუთარ სახლში დღეს დაახლოებით დილის 8 საათზე დააკავეს. ჟურნალისტმა გუშინ საღამოს ნანუკა შოუს ჩაწერის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ პრაიმ ტაიმის მთავარ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს. ის 176-ე მუხლით გაასამართლეს, რაც წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს. ლალი მოროშკინა ახლა მოდულის შენობაში იმყოფება, შენობასთან კი მისი ახლობლები და სტუდენტები შეიკრიბნენ. ხვალისთვის უკვე საჩივარი გვექნება დაწერილი, საჩივდება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ნაწილში, ვინაიდან ქალბატონი მოროშკინა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ჯარიმა შეეძლო გამოეყენებინა ადმინისტრაციული სახთელის სახით და რას ემყარება ასეთ შემთხვევაში ქალბატონი მოროშკინა ემყარება იმ ფაქტს, რომ მან სამართალდამღვრად თავი სცნო სამართალდამღვრად და შესაბამისად შეიძლებოდა რომ მოცემულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სახის საშელი გამოყენებულიყო. ქალბატონი მოროშკინას შიმშილი არ უკავშირდება, შიმშილის გამოცხადება არ უკავშირდება სასამართლო აქტს, არამედ
ის არის ეს შიმშილობა მის მიმართ გამოცხადებული არის პროტესტის ფორმა იმ კოლეგების მიმართ, რომელთა ასე ვთქვათ, არაკოლეგიალური მოპყრობის გამო თავის შეურაცხყოფილად იგრძნო. ეს კოლეგები გახლავთ ქალბატონი თამარ ფხაკაძე და ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის ასე ვთქვათ სტუდიაშიც მიმდინარეობდა, რომელთანაც მიმდინარეობდა გადაცემაზე ჩაწერა. სასამართლო ჩატარდა სასტრაფო წესით, ისე რომ კაცი შულს არ გაგვიგია, ლალის პირადი ადვოკატი არ დაასწრეს პროცესს, კი არ დაასწრეს, არც დაელოდნენ და მსგავსი სამართალდარღვევა მე არც მინახავს, არც წამიკითხავს, არც მსმენია. შეეფარდა 15 დღის პატიმრობა და გადმოყვანილია მოდულის შენობაში. ლალის არისიანოვნა გადაცემის და პრაიმ ტაიმის მიერ გაცემული ჯილდო მისთვის და ამან გამოიწვია ეს არასასურველი შედეგი. რითი მიაყენა დაზიანება? ვიცი რა არის, რითი მიაყენა ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ იქ იყო თმებით თრევა და ჩვეულებრივ ესეთი კატათაგობანას თამაში. რითაც მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ხალხი ხალისობს, ხდები რა მომენტია. ჩანგალი მემახსოვს, მე მივირთმევდი ტორტს, უგემრიელესი ტორტი ქონდა ნანუკა ჟორჟოლიანს. ლალის ეკავა ხელს ჩანგალი? კი, ლალის ეკავა ჩანგალი, ისიც ტორტს ჭამდა, მასაც უყვარს ჭამა. გაზეთ პრაიმ თაიმის მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის განცხადებით ლალი მოროშკინესთან გუშინდელი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ჩანგალი ბლაგვი იყო. ნანუკა შოუს საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მოროშკინესთან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე თაკო ფხაკაძემ დღეს პრაიმ თაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პრაიმ თაიმის რედაქტორი ლალი მოროშკინეს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად მიიჩნევს და შესაბამის უწყებებს ურჩევს, რომ მოროშკინეს ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოროშკინეს 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯა, ფხაკაძე ამბობს, რომ გასაჩივრებას არ აპირებს. სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში უბრალოდ ითხოვს, სადაც ის იქნება, ლალი მოროშკინა 100 მეტრის სიახლოვეს არ მიაკაროს. გარდა ამისა, თაკო ფხაკაძის აზრით მოროშკინას მასზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით კი ლალი მოროშკინამ მისი გადაცემა პიარისთვის გამოიყენა. ძალიან მიხარია, რომ ცოცხალი ვარ, ოღონ ნამდვილად მარტო იმიტომ ვარ ცოცხალი, რომ ეს ჩანგალი, რომელიც მე ჩამცხო თუ რა ვიცი რა ქვია ამ სიტყვას, იყო ეთყობა შედარებით ბლაგვი და მეორე უკვე ჩარტყმა მოხდა რუსაჩაჩუას ხელზე, ეს იყო აი ჩვეულებრივი მცდელობა ადამიანის მოკვლის, ეს ყველაფერი მოყვა ძალიან მარტივ უწყინარ ფაქტს პრაიმ ტაიმმა ჩაატარა კვლევა. იყო ამ კვლევაში რამოდენიმე ნომინაცია და ლალი მოროშკინა ამოვიდა ყველაზე უგემოვნებოდ ჩაცმულ ქალთა შორის. და აი ეს ნომინაცია გახდა საბაბი იმის, რომ მან გადაწყვიტა მართლა გუწევთ გეუბნებით, ესე აცხადებთ თქვენ ჟურნალისტები, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და თუ ადამიანის მოკლა არის ფიზიკური შეურაცხყოფა, ну მაშინ იყო შეურაცხყოფა, იმიტომ რომ საკმაოდ უბრალოდ მე არ მოვკვდი, თორე ეს ჩანგალი, რომელიც პრაქტიკულად საძილე არტერიასთან მაქვს მორტყმული, ნამდვილად სასიკვდილო იყო. მან მიხარია, რომ ცოცხალი ვარ, ოღონ ნამდვილად მარტო იმიტომ ვარ ცოცხალი, რომ ეს ჩანგალი, რომელიც მე ჩამცხო თუ რა ვიცი რა ქვია ამ სიტყვას, იყო ეთყობა შედარებით ბლაგვი და მეორე უკვე ჩარტყმა მოხდა რუსაჩაჩუას ხელზე, ეს იყო აი ჩვეულებრივი მცდელობა ადამიანის მოკვლის, ეს ყველაფერი მოყვა ძალიან მარტივ უწყინარ ფაქტს პრაიმ ტაიმმა ჩაატარა კვლევა. იყო ამ კვლევაში რამოდენიმე ნომინაცია და ლალი მოროშკინა ამოვიდა ყველაზე უგემოვნებოდ ჩაცმულ ქალთა შორის. და აი ეს ნომინაცია გახდა საბაბი იმის, რომ მან გადაწყვიტა მართლა გუწევთ გეუბნებით, ესე აცხადებთ თქვენ ჟურნალისტები, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და თუ ადამიანის მოკლა არის ფიზიკური შეურაცხყოფა, ну მაშინ იყო შეურაცხყოფა, იმიტომ რომ საკმაოდ უბრალოდ მე არ მოვკვდი, თორე ეს ჩანგალი, რომელიც პრაქტიკულად საძილე არტერიასთან მაქვს მორტყმული, ნამდვილად სასიკვდილო იყო. ლალი მოროშკინას დაურეკეთ და უთხარით, რომ ეთერში მოსული იყო მოკლედ ნომინაციების გადაცემაზე. ნამდვილად როდესაც მოვიდა და დაინახა პრაიმ თაიმი, მას ეს არესი ამოვნა და თქვა, რომ პრაიმ თაიმთან აქვს მას რაღაც პირადი ისეთი ურთიერთობები, რომ მასკმისკენ რაღაც წიეც უნდა ველოდო. ნამდვილად თქვა ეს. მე ვკითხე, რა არის ის, რაც ჩემთვის შეურაცხყოფელი აღმოჩნდა, თქვა, აქ გიჩნდა და კიდევ უკვე მარტო არ ვიყავი და ბევრნი იყვნენ. და თქვა, რა ხა შეზუსტადიცია, რომ მე ციგნის გაყიდვისთვის ვაკეთებ იქ რაღაცეებს, ანუ ეს მიმოწერა ახალგაზრდა ბიჭებთან და რაღაცეები, ანუ ხდება იმისთვის, რომ მე ციგნი კარგად გაიყიდოსო და იმედია, რომ რაღაც სექსთან, სექსუალურობასთან, კეთთან, ლამაზად გეუბნებით ამას ასოცირებული არ ვიქნებიო.
მინიმუმ ამის პირობა, რომ პრობლემა არ არის მეთქი, თუ ესე იქნება მეთქი, ეს ნომინაცია არ გამოცხადდება თქო და გამოცხადდა ნომინაცია, რასაც მინდა გიხოთ მე შეიძლება დავჯილდოვებულიყავი თქვენც და ყველა, ბოლოს მადონა და ანჯელინა ჯოლი დაჯილდოვდნენ ამ ნომინაციაში. ეს უგემოვნო ჩამცველი ქალბატონი, რასაც რეპლიკა მისი იყო სცენიდანაც ძალიან შეურაცხყოფელი, დაიწყო შეურაცხყოფები. და ამის შემდეგ უკვე ქონო ჩავიდა და დაახლოებით 3-4 ნომინაციის შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა. მე უკვე შევედი მაშინაც თმაში და ეს ფიზიკურად იყო და აი ზუსტად იმ დროს იყო რომ ბექაელ ბაქიძემ და რუსა ჩაჩვამ რაც ამ და გაგიკვირდეთ იმიტომ რომ რუსა გარეგნობით სხვანაირი ტიპის გოგოა ესე ხელის გადაგრეხვით და ესე წაართვეს მას ჩანგალი და საზოგადოებამ უკვე იხილა ის ვიდეო მასალა, სადაც მოროშკინა ფხაგაძის ფიზიკური დაპირისპირება ასახული კადრებში ჩანს, რომ ნანუკა შოუს გადაცემის ჩაწერისას ლალი მოროშკინა ჩანგლით ხელში ფიზიკურად გაუსწორდა გაზეთ პრაიმ თაიმის რედაქტორ თაკო ფხაგაძეს. ამ კადრებში ნუ კომენტარად გთავაზობთ. ის რომ მოროშკინამ გაზეთ პრაიმ თაიმის რედაქტორი თაკო ფხაგაძეს ემა ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გუშინ თავად განაცხადა. გადაცემის ჩაწერაზე მიწვეული სტუმრების სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით ჯილდოვდებოდნენ. მოროშკინა კი ნომინაციაში ყველაზე უგემოვნებეობით დაასახელეს. როცა მივდიოდი ჯილდოს სასაღებად თაკო ფხაგაძემ დამცინავად ჩაეცინა, თუმცა ავიღე ეს ჯილდო. შემდეგი განაცხადა, რომ თაკო ფხაგაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და შურს ყველა ქალის, რომელიც თავისვით იკვალოს გზავს და არა გიგი უგულავას დახმარებით. ამის შემდეგ კი როგორც მოროშკინა ყვებამ, როცა თაკო ფხაგაძის ქირქილი ჩაესმა ყურში ის სცემა. ლალი მოროშკინამ კავკასიის ეთერით თავად მიმართა სამართალდამცველებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. თუმცა აღნიშნა, რომ სხვანაირად არ შეეძლო. მოროშკინა გუშინ მომხდარ ინციდენტ ზაფხულში ფოტორეპორტერების დაკავების ფაქტსაც უკავშირებს და ამბობს, რომ მაშინ პრაიმ თაიმის რედაქტორი თაკო ფხაგაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ საკუთარი თანამშრომლის ნათია გედენიძის დაკავებას არ აპროტესტებდა. მე ვერ მივხვდი სხვანაირად როგორ გავუმკლავდა თაკოს, იმიტომ რომ სიტყვის ღირსი ის არ იყო. გაზეთში ალბათ დაიწერება ამ ჩხუბის გაგრძელება, მე ის უბრალოდ ვცემე. აი ასე, იცით რა, არც გლამურული ვარ, არც სვეცკი ვარ, არც ძალიან მაგარი ტიპი ვარ. უბრალოდ ლალი მარუშკინა ვარ, რომელსაც ჯანმრთელი ცხოვრების წესი უყვარს და იცის, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ, მას შეუძლია მუშტით ეს კონფლიქტი გადაწყვიტოს და მიუმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. თუ შეეცდებიან ჩემ წინააღმდეგ რაღაც ძალის გამოყენებას, არ დაჭირდებათ ჩემი ძებნა, მე არსად არ ვიპარები, მცხეთის ქუჩის პირველ ჩიხში შეუძლიათ ამობრძანდნენ და ამიყვანონ იმისთვის, რომ თაკო ფხაგაძე ვცემე და მე არ გავუწევ მათ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ მირჩევნია ესეთი მართალი ციხეში ვიყო, ვიდრე ასეთი გლამურული ტელეეკრანებზე. მე მთელი ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული, ვარ მოფარიკავე, ეს რაღაცას მისი სისხლის ესე იგი ნაკვალები ხელზეც მაქვს, როგორც ჩანს. არ ვიცი საიდან არის მოკლედ, მაგრამ მე ვიცი ერთი რამე, როდესაც ადამიანი სიტყვით ვერ აგებინებ და მე 25% მაქვს რუსული, მხოლოდ 75% ქართული. მე ვიცი რომ ადამიანს ყბაში უნდა მოდო, როდესაც არ ესმის და ძალიან მარტივად მოვედო თაკოს ყბაში. ნაბატია თაკო, ძალიან ბევრი ათასიანი სილიკონები, ასე ვთქვათ, დაიღვენთა შენ სახეზე, მაგრამ ნუ ალბათ ამასაც ექნება რაღაც გაგრძელება. დედოფლის წყაროში მცხოვრები მჭედლიშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას თხოვს. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რის გამოც ქეთევა მჭედლიშვილი იძულებული გახდა ბავშვის სკოლიდან გამოეყვანა. მან არაერთხელ მიმართა გამგეობას, თუმცა უშედეგოდ. ქეთევა მჭედლიშვილის მთავარი სათხოვარი კი ის არის, რომ სამუშაოს პოვნაში დაეხმარონ.
ბავშვი გამოიყვანეს სკოლიდან იმ მიზნით, რომ ოჯახი განიცდის ძალიან ძლიერ ეკონომიურ გაჭირვებას, რადგანაც მე ვარ ავად, რამდენჯერმე მიმართე გამგეობის თავმჯდომარეს, გამგებელს, მაგრამ არანაირი დახმარება არ გამიწიეს სამსახურის მხრივ, არ მაძლევენ. ჩვენი რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ და მაგ ხალხის ბედი არ აინტერესებს საერთოდ. უმეტესობა მოსახლეობის 80% არის სიცილეში და შიმშილის ზღვარზე. საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მათი მამამთავარი სააკაშვილი ლაპარაკობს 45 წლიდან 60 წლამდე დასაქმების შესახებ და შესაბამისად აი ამისთან ახალხი დაასაქმნო ელემენტარულად ოჯახები და ბავშვები არჩინონ. ქალბატონი პროფესიით არის პედაგოგი და სამწუხაროდ ჩვენ ამაში ვერ დავეხმარებით, რომ ის თავისი პროფესიით დავასაქმოთ, იმიტომ რომ სკოლები აბსოლუტურად დამოუკიდებელია ჩვენგან და ჩვენ ვერ ჩავერებით სკოლის საქმიანობაში და მით უმეტეს ჩვენ ვერ ვთხოვთ, რომ აი ეს მიიღეს. შეიძლება რაღაც რეკომენდაცია გაეწიოს, მაგრამ ეს უშუალოდ სკოლის დირექციის გადასაწყვეტია და თუ ახლა სხვა რაღაც სამსახურს შეეძლებს და განცხადებით მოგმართავს შესაძლებლობის ფარგლებში შეიძლება შევთავაზოთ, თუ კი ფიზიკურად შეძლებს რაიმე. ვანის რაიონის სოფელ მთისძირში სოფლის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა, სადაც სოფლის რწმუნებულის ოფისი, ამბულატორია და კლუბია განთავსებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130,000 ლარი დაფინანსდა. სოფლის ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობის დაპირება მოსახლეობამ წინა საარჩევნოდ მიიღო. მსგავსი სახლი ვანის რაიონის კიდევ რამდენიმე სოფელში გაიხსნება. სოფლის სახლი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლაშა მაკაცარიამ გახსნა. აქ არის ამბულატორია, აქ არის რწმუნებულის ოფისი, აქ არის ყველა ის სერვისი, რომელიც იქ არის საჭირო ზოგადად ამ სოფლის მოსახლეობისთვის, რომ მოემსახუროთ. ამიტომ ჩემს აზრით ეს სოფლის სახლი ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთ სოფელში გავაკეთოთ მომავალ წელს, არის ეს მოსახლეობის სურვილი, მოსახლეობის განწყობაზე შეესაბამება და ასევე ქმნის იმ კომფორტს, რომელიც აუცილებელია აქ ხალხის უკეთესად მომსახურებისთვის. მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩვენ მეორე სოფელში გვიხდებოდა. ჩვენი თემი შუამთა იყო და გვიხდებოდა იქ რაიმე პირადი საბუთის გამზადება იყო თუ პირადობა იყო თუ ცნობა იყო თუ ყველაფრისთვის მივდიოდით მეორე სოფელში და ახლა უკვე მოსახერხებელია ყველასთვის ამბულატორიაც აქ არისო. ბავშვისთვის გუშინ ახლა პირადად მე დამჭირდა და იმდენად კმაყოფილი ვიყავ, სულ აი არ ვიცი რა როგორ გამომეხატა. მიხეილ სააკაშვილმა საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებულ ჯგუფ ქენდის დღეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და გამარჯვება პირადად მიულოცა, როგორც პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი უძღვება. პრეზიდენტი პატარებს გაესაუბრა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. ანსამბლის წევრები მიხეილ სააკაშვილმა აიპოდები დაასაჩუქრა, ამასთან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პატარების სასწავლებლად 3 კვირით ლონდონში გაემგზავრებიან. შეგახსენებთ, ერევანში გამართულ მსოფლიო კონკურსზე ქართული ანსამბლი 13 კონკურენტ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და 108 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.